სად და როგორ არის დაზღვეული დეპოზიტები, როგორ მუშაობს დეპოზიტების დაზღვევის სისტემა და რამდენად უახლოვდებით ევროპულ სტანდარტებს? როდიდან მოხდება სისტემის მანდატის გაფართოება? კანონის ამოქმედებიდან დღემდე დადგა თუ არა სადაზღვევო შემთხვევა და როგორია სტატისტიკა? პირდაპირ ეთერშია გადაცემა ეკონომიკსის სტუდიაში ჟურნალისტი ირმა ებრალიძე მუშაობს. გამარჯობა. დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარია დაზღვევის სააგენტოს ხელმძღვანელი ლევან თოდუა, რომელიც ასევე ისაუბრებს სააგენტოს 2024 წლის წლიურ ანგარიშზე, რომელიც პარლამენტში უკვე განიხილეს. ბატონო ლევან, გამარჯობათ. მოგესალმებით. ძალიან დიდი მადლობა, რომ გვითხოვთ დროს და ხართ გადაცემის სტუმარი. მადლობა თქვენ, მივესალმებით თქვენს მსმენელს. მის მიუხედავად, რომ ეს სისტემა უკვე 2018 წლიდან მოქმედებს, ალბათ კარგი იქნება, რომ ჩვენ მსმენელს და მაყურებელს შევახსენოთ, როგორ მუშაობს დეპოზიტები, ანუ რას ნიშნავს ეს, რომ დავუშვათ თითოეული ჩვენგანის ბანკში განთავსებული ნებისმიერი თანხა არის თუ არა დაზღვეული. კი ბატონო, საინტერესოა და სასარგებლოც არის რომ გავახსენოთ ჩვენს მსმენელს, რაც წარმოადგენს ზოგადად ეს სისტემა. მნიშვნელოვანია რომ საზოგადოება იყოს ინფორმირებული ამ სისტემის შესახებ, ერთგვარად ეს ინფორმირებულობა განაპირობებს ამ სისტემის წარმატებასაც, ასე ვთქვათ. დიახ, ესე იგი რაც წარმოადგენს ეს სისტემა. ეს სისტემა მოქმედებს ძალიან ბევრ ქვეყანაში. ფინანსური სტაბილურობის კუთხით ერთ-ერთი კარგი ინსტრუმენტი არის და ყველა განვითარებულ ქვეყანაში არის პრინციპში 150 ქვეყანაზე მეტ 150 ქვეყანაში არის ესე იგი სისტემა წარმოდგენილი. ეს სისტემა აზღვევს კომერციულ ბანკებში დეპოზიტორების დეპოზიტებს, ასე ვთქვათ. ეს ეხება როგორც ფიზიკურ პირებს, ასევე იურიდიულ პირებს. რას ნიშნავს ახლა ეს? ჩვენ როცა დეპოზიტებზე ვსაუბრობთ, არ გულისხმობთ რომ რაიმე კონკრეტულ პროდუქტს, ნებისმიერი დადებითი ბალანსი, რომელიც კი არსებობს. ხელფასი, ანაბარი, ნებისმიერი. კი, ანგარიშზე არსებული. ანუ დეპოზიტი მაინც ასოცირდება იმაზე შენატანთან და ამ შემთხვევაში საუბარია ნებისმიერ. ნებისმიერ დადებითი, ამიტომ უსვათ ხოლმე ხაზს, რომ ეს არის რაღაცა პროდუქტი, ან რაღაც კონკრეტული დეპოზიტია შენატანი, ნებისმიერი მოქალაქეს ამ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს, რომელსაც გააჩნია რაღაცა გარკვეული თანხა კომერციულ ბანკში, მიმდინარე ანგარიშზეც, ეს მაინც სადეპოზიტო ან ვადიანი დეპოზიტი არ უნდა იყოს, ეს თანხები დაზღვეული არის თითოეულ პიროვნებაზე, თითოეულ ბანკში, დღეს უკვე 30,000 ლარის ფარგლებში, ანუ 30,000 ლარამდე. ანუ სხვადასხვა ბანკში თუ აქვს ყველგან 30,000 თუ თქვათ მაგალითს ხშირად ხმარობთ ხოლმე ამ მაგალითს, თუ მაგალითად 90,000 ლარი აქვს ბანკებში განთავსებული და სამ ბანკში აქვს გადანაწილებული მაგალითად მოქალაქეს, სამივე, ესე იგი 30 იქნება დაზღვეული. შესაბამისად, ამას როცა ვამბობთ ერთ ბანკში, გულისხმობთ კონკრეტულად ერთ ბანკში არსებულ თანხას. მეორე ბანკშიც, რა თქმა უნდა, იგივე პიროვნებას თუ აქვს განთავსებული, მისი თანხებიც, ასე ვთქვათ. ანუ იურიდიული პირების შემთხვევაშიც იგივე პრინციპი მოქმედებს. იგივე პრინციპი, ერთნაირი პრინციპი, არანაირი განსხვავება არ არის ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შორის სისტემის. როგორ მუშაობს ეს სისტემა? ესე იგი, როდესაც კომერციული ბანკი იღებს კომერციული და მიკრობანკი უკვე იღებს ლიცენზიას, ის ავტომატურად კანონი ავალდებულებს ავტომატურად ერთვება ამ სისტემაში და კომერციული ბანკი იხდის სავალდებულო შენატანს. ეს მინდა აღვნიშნო, რომ ესე იგი თვითონ დეპოზიტორების არანაირ გადახდა, არც რაიმე თქვა პროცედურის გავლა და ასე შემდეგ არ ჭირდება, ავტომატურად ყველა დეპოზიტორის თანხა არის დაზღვეული. ანუ მომსახურებაში გაყავს ალბათ ეს მერეკობა აქვს. არა, ანუ ეს პირდაპირ ესე არ არის, ამიტომ ამას ხაზგასმით მინდა რომ აღვნიშნო, რომ ესე იგი ეს დეპოზიტორს არ ეკისრება ამის ვალდებულება, რაიმე თანხა გადაიხადოს. ამას ბანკი იხდის სავალდებულო შენატანების სახით, რომელიც გამოითვლება დაზღვეული დეპოზიტების ოდენობიდან გარკვეული პროცენტი. შეგვიძლია ვთქვათ რამდენია? კი, ეს არის ლარში არის 0.77 და 0.1 ეროვნულ ვალუტაში 0.067 ესე უფრო გასაგებრო იყოს და 0.1 არის უცხოურ ვალუტაში. არა უმეტეს. ეს ხო ცვლადი არის პირობითად, ანუ ვიღაცა შეიძლება დღეს აქვს 30,000 და ხვალ არ კონდეს 10,000. ანუ ამას როგორ არეგულირებს ეს სისტემა? ამას ნახეთ, არის ანგარიშგების ფორმები, სპეციალური ანგარიშგება არის, რომელიც მიხედვითაც ბანკი წარადგენს ამ ანგარიშგებას ჩვენ სააგენტოში და აქედან ხდება დაანგარიშება ყოველი თვის ბოლოს რა დეპოზიტები აქვს კომერციულ ბანკებში განთავსებული, იმის მიხედვით ინფორმაციას წარადგენს და იქიდან გამოითვლება უკვე რა თანხა აქვს. აი მე რო პროცენტები აღვნიშნე, ეს არის
არა უმეტეს ამ თანხისა შეიძლება რომ გადავახტებინოთ, მაგრამ რეალურად ამაზე ნაკლებ პროცენტს იხდიან ბანკები. კარგით, ანუ 2018 წლიდან მოქმედებს ეს სისტემა და პრინციპში უკვე 7 წელი გავიდა და აი სად ვიყავით და დღეს სად ვართ? კი ბატონო, ამ 7 წლის განმავლობაში საკმაოდ ესე იგი წარმატებული ნაბიჯები გადავდგით, ასე რომ ვთქვათ, როდესაც ჩვენ სისტემა ჩავხდეთ და დაიწყო ამ სისტემის მოქმედება, მაშინ მხოლოდ ფიზიკური პირები იყვნენ დაზღვეულები და ზღვარი იყო სადაზღვეველი მხოლოდ 5000 ლარი. შემდეგ, ესე იგი 2022 წლიდან უკვე იურიდიული პირებიც ჩაერთვნენ, 15000 ლარამდე მოხდა ზღვის სადაზღვევო ზღვის გაზრდა და აი უკვე 24 წლის პირველ იანვრიდან უკვე 30000 ასე ვთქვათ 30000 ლარზე ავწიეთ ეს სადაზღვევო ზღვარი, რაც საკმაოდ ესე კარგი ნაბიჯები იქნა გადადგმული. და მოსალოდნელია რომ ეს ზღვარი გაიზარდა? აუცილებლად, მომავალში აუცილებლად გავზრდით ამ ზღვარს, ჯერჯერობით არ გადაგვიხედი, ამასთან დაკავშირებით არ გადაგვიდგამს რაიმე მოქმედებები არ დაგვიწყია. ალბათ 26-დან უკვე დავიწყებთ ამაზე ფიქრს, ნახოთ ბანკებთანაც გვექნება ამასთან დაკავშირებით კომუნიკაცია აუცილებლად და 27-დან ეს ჩვენ ეს გაცხადებული გეგმა არ არის ასე რომ თქვა დამტკიცებული, უბრალოდ ჩვენი ვარაუდით 27-დან შეიძლება უკვე რომ თქვა დავიწყოთ ფიქრი მომავალში უკვე გაზრდაზე, ანუ 27-დან სადღაც შემდეგი ნაბიჯი ალბათ ჩვენი ვარაუდით 50000 ლარი შეიძლება იყოს. ნუ ნახავთ ეს კონსულტაციების და არსებული სიტუაციიდან. ანუ თქვენ ახსენეთ ახლა კომერციული ბანკები და ასევე მიკრობანკები, გარკვეული ანგარიშვალდებულება ამ სააგენტოს მისამართით, ანუ მონიტორინგი თუ ხდება, ანუ რამდენად გააქვთ თქვენ წვდომა ამ ყველაფერზე, რომ დავუშვათ ბანკი გაძლევთ ზუსტ ინფორმაციას, ანუ ეს როგორ მუშაობს ეს პროცესი? კი, ნუ ეს ესე იგი ძირითადად ჩვენ ვეყრდნობთ ბანკების მიერ წარმოდგენილ ინფორმაციას, რა თქმა უნდა, და წარმოდგენილ ინფორმაციის შესაბამისად ხდება გამოთვლა და ნუ უკვე ამ გადასახდელი თანხის მონიტორინგი, რა თქმა უნდა, ჩვენს მიერ ხდება, მაგრამ ჩვენ კანონ მანდატის ფარგლებში გვაქვს იმის უფლება, რომ ესე იგი შევამოწმოთ ასე ვთქვათ ბანკები, ვახდენთ კიდევაც პერიოდულად. ყოფილა თუ არა რაიმე გადაცემა? არაფერი ისეთი გადაცემა არ ყოფილა, მნიშვნელოვანი ამ მხრივ ყველაფერი ასე ვთქვათ. კარგად ბანკების არანაირი ინტერესი არ აქვს, ასე ვთქვათ, აი აქ რაიმე არასწორი ინფორმაცია რომ მოგვაწოდონ და არანაირი ინციდენტს ესეთი ადგილი არ ქონია რაღაც. რამდენია ეხა დეპოზიტების მართვის ფონდი? დეპოზიტების ფონდი ეხლა არის 300 მილიონ ლარამდე. გაზრდილია ეს ანუ წინა წლებს თუ ავიღებთ? რა თქმა უნდა, გაზრდილი არის, ესე იგი მაგალითად თუ წინა წელს ავიღებთ 2004-ში 60 მილიონ ლარზე მეტი იყო სავალდებულო შენატანების სახით მიღებული თანხები, პლუს ჩვენ ამ თანხებს შემდეგ ვანთავსებთ სახაზინო ვალდებულებებში, ასე ვთქვათ, ფინანსურ ინსტრუმენტებში ვაბანდებთ, ძირითადად კი არა და მარტო მხოლოდ ამ ეტაპზე სახაზინო ვალდებულებებს ყიდულობთ. ეროვნულ ბანკში არ არის განთავსებული? ეროვნულ ბანკში არის ანგარიში, თუ თქვათ თავისუფალი ნაშთი გვაქვს, არ მოხდა თქვათ ფასიან ქაღალდებში ამის ინვესტირება, ეროვნული ბანკიც რა თქმა უნდა გარკვეულ პროცესს გვარისხავს. ანუ ეს ფული ესე არ დევს ისე უქმათ რომ თქვათ ჭყალებში და ამას ერიცხება გარკვეული. ეს 300 მილიონი რაც თქვით სარგებლის ჩათვლით არის? სარგებლის ჩათვლით არის. და დაახლოებით წელიწადში რამდენია სარგებელი? საშუალოდ. საშუალო არის 8.5% არის სარგებლიანობა რო ავიღოთ ესე 8.5%-ზე მეტი იყო, არა უმეტეს 9-ისა. და დავუშვათ სხვაგან განთავსებაზე, სხვა მხრივ რომ გამოიყენოთ ეს სახელმწიფომ ეს თანხა პროექტებში რაღაც ეს შეზღუდვა არსებობს. მხოლოდ და მხოლოდ მხოლოდ ფასიან ქაღალდებში. დიახ, მხოლოდ ფასიან ქაღალდებში და ისიც ახლა ჩვენ მართალი გითხრათ არა ვართ მაინდა-მაინც მოგებაზე ორიენტირებული, ჩვენი თავარი პრინციპი არის მოვახდინოთ ინვესტირება ნაკლებად რისკიანში და ასევე მაღალი ლიკვიდობის მქონე ფასიან ქაღალდებში და ჩვენი სტრატეგიით, რომელსაც რა თქმა უნდა ჩვენ სამართლებრივ საბჭოს უთანხმობთ, ეს არის ჯერჯერობით სახელმწიფო. ანუ როგორ იმართება საერთოდ ეს სააგენტო როგორ იმართება, ვინ იღებს გადაწყვეტილებას და ვინ არიან ამ სამეთვალყურო საბჭოს წევრები? კი ბატონო, ესე იგი სააგენტო არის კანონით შექმნილი დამოუკიდებელი სააგენტო, რომელსაც ზედამხედველობს ასე ვთქვათ სამეთვალყურო საბჭო. სამეთვალყურო საბჭოში არის 5 წევრი წარმოდგენილი, ეს არის ფინანსთა მინისტრი, ეკონომიკის მინისტრი, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და 2 დამოუკიდებელი წევრი, რომელსაც ირჩევენ თვითონ კომერციული ბანკები არჩევნების გზით.
ასე არ და ანუ როგორ ხდება, ანუ რამდენხანში ერთხელ იკრიბება ეს საბჭო, ანუ მხოლოდ გადაწყვეტილებების შეთანხმების მომენტში ხდება თუ როგორ არის? ეს სისტემა როგორ მუშაობს? სისტემა მუშაობს შემდეგნაირად. კვარტალში ერთხელ მაინც უნდა შეიკრიბოს მინიმუმ ეს ასე დადგენილი წესი არის კანონმდებლობით. თუმცა შეზღუდული არ არის, თქვათ რაიმე საკითხი არის გადასაწყვეტი ისეთი, რომელშიც აუცილებელი არის, რომ ჩაერთოს სამართლებრივ საბჭო, ჩვენ შეგვიძლია სამართლებრივ საბჭო მოვიწვიოთ ჩვენი ინიციატივით, ან სამართლებრივ საბჭოს რომელიმე წევრმაც მის ინიციატივით მოიწვიოს და საკითხები, რომლებსაც ესე იგი საჭიროებს სამართლებრივ საბჭოს გადაწყვეტილება, ხმათა უმრავლესობის გზით ხდება გადაწყვეტილებების მიღება. თქვენ როდესაც საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტში იყო განხილვა 2024 წლის ანგარიშის, თქვით ასეთი რამ, რომ დღეისათვის სრულად დაზღვეულია დეპოზიტორი ფიზიკური პირების 98% და იურიდიული პირების 90%. აქედან დანარჩენი 2% და იქიდან დანარჩენი 10% ძალიან დიდ თანხებზია საუბარი? კი, ნახეთ, ესე იგი, დღეისათვის რო ავიღოთ, როდესაც ჩვენ ვამბობთ 98% და 99%, ეს არის სრულად დაზღვეული დეპოზიტები. თორე სხვა შემთხვევაში ყველა დაზღვეული არის, მაგრამ სრულად დაზღვეული არის 98% სრულად დაზღვეული. თორე ისე ყველას ვაზღვევთ. ხო, ანუ გამოდის, რომ ეს 2%-ს იმაზე მეტი აქვს და 10% იურიდიული შემთხვევაში $30,000-ზე მეტი უდევთ და ამიტომ ის დაზღვევის გარეთ ხდება. თორე ჩვენ ყველას ვაზღვევთ, როდესაც ამ პროცენტს ვახსენებთ, კიდე ერთხელ გავუსვავ ხალხს, ეს არის სრულად დაზღვეული დეპოზიტები, ანუ ისეთი დეპოზიტები, რომელებიც არის $30,000 ან მასზე ქვემოთ. ესენია სრულმთლიანად დაზღვეულები. ისინი რომელიც $30,000-ზე ზემოთ არის, ისინი უკვე დაზღვევის გარეთ არის. ხო, ნუ 2% ხა ფიზიკური პირების არც თუ ისე დიდი ციფრია. რამდენი თანხმობრივად ხა თუ ავიღებთ. ანუ რატო გეკითხებით, იცით რაღაც ეკონომიკური სურათი რო შეიქმნა, მეტნაკლებად აქედან გამომდინარე 60 მილიარდამდე არის სულ დეპოზიტი. აქედან დაზღვეულია 10 მილიარდი ლარი. 10.5 მილიარდი ლარი. 60 მილიარდი და საშუალო ხა დამგვალებულად ხო, 10 მილიარდი დაზღვეული. 10.5 ასე. აქედან 9.5 მილიარდი არის ფიზიკური პირების და 1 მილიარდამდე არის იურიდიული პირების. იურიდიული პირების წილი არ არის დიდი დაზღვევაში. ხო, მაგრამ სამაგეროდ დარჩენილი 50 მილიარდი შეიძლება ითქვას, რომ იურიდიულ პირებზე მოდის. იურიდიულ პირებზე მოდის და ფიზიკურ პირებზე. ხო, ანუ უფრო მეტად, უმეტესობა. აი, ნახეთ, ხა თუ თქვა ცალ-ცალკე ავიღებთ, სადღაც 32 მილიარდი ამ 60 მილიარდი ამ ფიზიკური პირების არის. და სადღაც 27-ზე ცოტა 28 მილიარდამდე არის ანუ დიდარი ხალხი ყოლია ქვეყანაში, ესე გამოდის. ანუ ფიზიკურ პირებზე როცა საუბრობთ, რომ ამდენი 32 მილიარდი 32 მილიარდი არის ფიზიკური პირების დეპოზიტები და უფრო ნაკლები არის იურიდიული პირების არის 28 კი. ნუ საინტერესო სტატისტიკაა ჩემი აზრით, იმიტომ რომ გამოდის, რომ კარგია, ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ ეს თანხა მაგალითად თუ სტატისტიკა გაინტერესებს, ახლა ჩვენ საიდანაც ვაკეთებ სტატისტიკას 2018 წლიდან 18 მილიარდი იყო სულ დეპოზიტები მთლიანად. გაზრდილია 18 მილიარდიდან გაიზარდა 60 მილიარდ. ეს რაზე მიანიშნებს? მიანიშნებს იმაზე, რომ ნუ ჯერ ასე თქვა და მოხდა დაგროვება თანხების, ესე ავიღოთ შემოსავლებიც გაიზარდა, ესე შეიძლება ვთქვა. პირდაპირ ბმა ზუსტად რამდენი პროცენტი არის აქ ჩვენი სისტემის ბრალი, ასე ვთქვა, რომ ხალხმა დაიწყო დეპოზიტების ასე ვთქვათ შენატანების გაკეთება, ეს ძალიან რთული არის და პირდაპირ აქ არ არის, თუმცა ჩვენი ერთ-ერთი ფუნქციაც არის ის, რომ ასე ვთქვათ ბანკების ნდობის ამაღლებას შევუწყოთ ხელი. და ჩვენი ასე ვთქვათ მიზნიც არის ამ ხო, მაგრამ ამ 32 მილიარდიდან ხო არ ვიცით დავშოთ ხელფასი რამდენია დანაზოგი, ანუ შეგვიძლია ესე გავსასხროთ? არა, ამას ეს ეროვნულ ბანკს შეიძლება ვთქვათ კონდეს ინფორმაცია რამდენი არის ვადიანი დეპოზიტი, რამდენი ვთქვათ მოთხოვნამდე დეპოზიტი, ასე შემდეგ პროდუქტების მიხედვით, ამას ჩვენ არ უყურებთ, ეს ჩვენ არ გვაინტერესებს. ჩვენ გვაინტერესებს იმ მომენტში რამდენი არის დაზღვეული დეპოზიტი, რა ვალდებულებები გვაქვს ჩვენ და ასე შემდეგ. გასაგებია და საინტერესოა თავად ეხა 6-7 წლის განმავლობაში დადგა თუ არა სადაზღვევო შემთხვევა. სადაზღვევო შემთხვევა, ერთი ტექნიკური სადაზღვევო შემთხვევა იყო. ერთი ტექნიკური სადაზღვევო შემთხვევა, ეს იმიტომ არა რომელიმე ბანკს პრობლემა შეექმნა. მინდა გითხრათ, რომ დღეს და თქვენს დამირწმუნებით და მიმოწმებით ამაში, რომ საბრუნო სისტემა საკმაოდ ძალიან მდგრადი არის და ზუსტად კარგი არის ეს პერიოდი, ჩვენ როცა 2018-ში დავიწყეთ ამ სისტემის დანერგვა, ზუსტად იმიტომ იყო კარგი, რომ სისტემა უნდა განავითარო მაშინ, როდესაც თვითონ
დაზღვევის სისტემა უნდა განავითარო მაშინ როცა თვითონ საბანკო სისტემა არის მდგრადი და მყარი. აი ეს პრობლემაც როცა არ ველოდებით კი, იმიტომ რომ მომძლავრდეს სისტემა და თუ მომავალში რაღაცა პრობლემა იქნება, შემდეგ უკვე ეფექტურად მოვახდინოთ ჩარევა ამაში, მაგრამ მადლობა მეც რომ არ არის ასეთი პრობლემები დღეს. ერთადერთი ტექნიკური შემთხვევა რაც იყო, ეს იყო აზერბაიჯანის ბანკი იყო, რომელიც აზერბაიჯანში ასე ვთქვათ, მოხდა ამ ბანკის ლიკვიდაცია და მისი ფილიალის ლიკვიდაცია მოხდა ტექნიკურად. აქაც სულ 32 დეპოზიტორი იყო მეტი არა და ისეთი შეიძლება თქვა თუ 32 დეპოზიტორი იმ ბანკმა ვერ გაისტუმრა, თქვენ გაისტუმრეთ. ნახეთ, ჩვენ ვალდებულება გვაქვს რომ გავისტუმროთ. და როგორ ხდება აი გასტუმრება? პირობითად აი ადამიანს აქვს 30000 ლარი, მოხდა რაღაც შემთხვევა, აი თუნდაც ეგეთი ტექნიკური როგორც თქვენ ამბობთ, რამდენს აძლევს სააგენტო 30-ვეს უნას ხაურებს? რამდენიც აქვს, ხო, მაგრამ უმეტეს 30-ისა. თუ აქვს 15000 ჩვენ ანუ ერთი-ერთი ხდება ანაზღაურება, ის მიიღებს იმ თანხას, რაც აქვს განთავსებული. რაც აქვს, კი, ნახეთ როგორ არის, კი ბატონო, ჩვენ ვერთვებით ამ პროცესში, მხოლოდ და მხოლოდ მას შემდეგ ასებული მანდატის ფარგლები ამას გავალდებულებს, თუ მოხდება ბანკის რაიმე მიზეზით ლიკვიდაცია. ლიკვიდაციის პროცესის შემდეგ, ესე იგი ჩვენ გვაქვს 20 დღე გვაქვს, რომ მოვახდინოთ თანხების გაცემა, ანუ 20 დღეში უნდა დავიწყოთ თანხების გაცემა, ხა თუ ვიღაცა არ მოვაკითხავს თავის თანხას და მოვაკითხავს 25 დღეს, რა თქმა უნდა 25 დღეს ავანაზღაურეთ, მაგრამ ჩვენი ვალდებულება არის, რომ ეს პროცესი 20 დღეში, ასე ვთქვათ, მოვახდინოთ ამ თანხების გაცემის დაწყება. იმ არ აქვს მნიშვნელობა ეროვნულ ვალუტაში აქ თუ უცხოურ ვალუტაში ჩვენ ლარში ვაზღვევთ, ანუ მოვახდინოთ კონვერტირება ხდება, ესე იგი ლიკვიდაციის დღეს არსებული კურსით და ხდება პროპორციულად. თუ თქვა აქვს დოლარშიც და ლარშიც და ევროშიც, პროპორციულად მოხდება ამ თანხების ანაზღაურება, ოღონდ მხოლოდ ლარში. და მომართვის თუ ავტომატურად. ნახეთ, ჩვენ ესე იგი ამ შემთხვევაში ჩვენ როდესაც ლიკვიდაცია მოხდება, დაიწყება თქვა ჩვენ გვაქვს აგენტი ბანკი, კანონის მიხედვით აგენტ ბანკთან ვაფორმებთ ხელშეკრულებას და აი ამ ჩვენ მე ესე იგი მასმედიის საშუალებით ვეტყვით, რომელი ბანკი არის ჩვენი ასე ვთქვათ აგენტი ბანკი და იმ ბანკს მიაკითხავს წარუდგენს თავის მაიდენტიფიცირებულ დოკუმენტებს და ბანკიდან მოხდება თანხის ანაზღაურება. ან გადარიცხვათ მის ანგარიზე. დროში გაწელილი პროცესი არ არის. დროში მთელი სისტემის ეფექტურობა ის არის, რომ ჩვენ მკიციერად მოვახდინოთ ამ თანხების ანაზღაურება, რომ არ მოხდეს ასე ვთქვათ ერთგვარი დომინოს პრინციპი, რომ იმ წუთშივე ესე იგი მეხანძრის როლი ვითამაშოთ და თუ რაიმე პრობლემა არის, რომ ის წუთში ჩავა. აი VTB ბანკის შემთხვევა როცა იყო, მაშინ როდესაც სანქციები, აი ეს თქვენგან გამიჩნია, ხო ეს არ ეხება, ეს VTB ბანკის ლიკვიდაცია არ ყოფილა. ეს უბრალოდ აქტივები დავალებულებების გადაბარება იყო და ამ შემთხვევაში არის. ანუ VTB ბანკის ეხლა ანუ VTB ბანკის ლიკვიდაცია არ მოხდა. ამიტომ თუ ლიკვიდაცია არ ხდება, ჩვენ იქ არ მოქმედებთ. გასაგები, ანუ მხოლოდ ეს შემთხვევა ასე. იყო საუბარი თქვენ თქვით ასევე, რომ საუბარია მანდატის გაფართოებაზე. აი, რას გულისხმობთ უფრო დაწვრილებით რო აღვიხსნათ? ეხლა ეს რამდენად მანდატის გაფართოება არის ამ ეტაპზე ვერ ვიტყვი, დიდად ვერ დავარქმევდი ამას მანდატის გაფართოებას, თუმცა ფუნქციებში ჩვენ კანონში შევიდა ცვლილება და მოგვეცა უფლება, რომ სარეზოლუციო ფონდი ვმართოთ, ანუ გადმოგცეს ეროვნულმა ბანკმა თავისი სარეზოლუციო ფონდი. სარეზოლუციო ფონდი არის ფონდი იმისთვის შექმნილი, რომ სარეზოლუციო ჩარჩო აქვს შექმნილი არსებობს ასე ვთქვათ, ეროვნული ბანკის მიერ არის შემუშავებული ეს სარეზოლუციო ჩარჩო და ასე იგი აქვს შექმნილი არის ფონდი. ანუ ეს სარეზოლუციო ჩარჩოც რო გამმარტოთ, რას ნიშნავს? მენელის ანუ ესიც იგივეა, როცა ბანკს დაუდგება შემთხვევა. ლიკვიდაციის შემთხვევა არა, ეს არის მანამდე, სანამ ლიკვიდაციის შემთხვევა მოხდება, თქვა თუ ბანკს აქვს რაიმე პრობლემები და შეექმნება გადახდის უნარობის საკითხი დადგება, მაშინ ეროვნულ ბანკს აქვს უფლება, რომ ჩაერიოს ამ პროცესებში, მართოს ეს პროცესი, აი ამას გულისხმობს რეზოლუციის ჩარჩო. და თქვენ გადმოგეცემათ დეპოზიტების სააგენტო მართავს? ნახეთ, თვითონ პროცესი არ ეს ეროვნული ბანკის მანდატი არის, ასე ვთქვათ, თვითონ სარეზოლუციო პროცესის მართვა ცალსახად ეროვნული ბანკის მანდატი არის, ჩვენ ამაში არ ვერევით. მაგრამ ეს ფონდი რომ შეიქმნა, ამ ფონდში გარკვეული თანხები შემოდის და აი როგორც ჩვენ ფონდს მართავთ თქვა და იქ ვაგენერირებთ შემოსავლებს, ანალოგიურად შეიძლება რომ დაგენერირდეს შემოსავლები სარეზოლუციო ფონდის შემთხვევაში, რომ ეს სარეზოლუციო ფონდის თანხების განთავსება მოხდეს პასიან ქაღალდებში, თქვა,
ხო? აი ამის გადმოცემა მოხდა ჩვენზე. ანუ ორი ფონდი იქნება? ეხლა ორი ფონდი არის, ერთი არის დეპოზიტების დაზღვევის ფონდი, რომელიც ჩვენი ფონდი არის, ასე ვთქვათ, დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო მართავს მთლიანად. ეს 310 მილიონი. ეს 310 მილიონი. მეორე ფონდი არის რესარეზოლუციო ფონდი. აი ეს რეზოლუციო ჯერჯერობით მცირე თანხები არის, იმიტომ რომ 2025 წლიდან დაიწყო ამ ფონდში შენატანების გაკეთება. იგივე პრინციპით შედის ამ ფონდში? დაახლოებით იგივე პრინციპით შედის. ნუ ამას ეს ცალსახად ეროვნული ბანკის მხარე არის. უბრალოდ იქ აკუმულირებული თანხები შეუძლია ეროვნულ ბანკს გადმოგვცეს ჩვენ ინვესტირების მიზნით შემდგომში. ვინაიდან ჩვენ ფონდის ინვესტირებასაც ვახდენთ, პარალელურად ეროვნულმა ბანკმა გადმოგვცა თავისი ფონდი, რომ ჩვენ ეს ფონდის ვმართოთ. რომ დავაგინიროთ შემოსავლები. ხო, ანუ ესე იგი ფინანსებთან გაქვთ ცდომა და სხვა მეტი არაფერთან. რეზოლუციო საკითხებთან სხვა ჯერჯერობით მართვის საკითხებთან არა, უბრალოდ ინვესტიციის გაზდეს დეპოზიტების დაზღვევის სისტემის როგორც ფინანსური უსაფრთხოების კომპონენტის როლს და მნიშვნელობას თქვენ თქვით. ეს მომავალში თუ ჩვენ ვთქვათ, კიდე სხვა მანდატი გავაფართოვეთ. ახლა ჩვენი მანდატი ახლა დღეს არის ესეთი ტერმინი არის simple pay box-ი, ანუ მარტივი pay box-ი, ანუ მხოლოდ და მხოლოდ ბანკის, ესე იგი, ლიკვიდაციის შემთხვევაში ვახდენთ თანხების ანაზღაურებას, მაგრამ პრაქტიკაში არსებობს სხვადასხვა მანდატები, ანუ Paybox Plus-ი, ასე რომ ვთქვათ, ის მანამდე შეიძლება ჩაერიოს, შეიძლება სარეზოლუციო ფონდისში მიიღოს მონაწილეობა დეპოზიტების დაზღვევის ფონდმა. ეს მსჯელობის საკითხია, ჯერჯერობით შეთანხმება არ არის? ჯერჯერობით არ არის, ეხლა ამას დასაკითხთან ვეცნობით ჩვენ საზღვარგარეთის, ესე იგი, სხვა ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკას და ამის შემდეგ თუ ვთქვათ, მივიღეთ გადაწყვეტილება და მანდატის გაფართოებაზე ვიზრუნეთ, რა თქმა უნდა, ეს ჩვენ როლს გასდის ფინანსურ სტაბილურობაშიც. ევროპულ სტანდარტებზე იყო საუბარი, ანუ როდის ეს თქვენ თქვით, რომ 150 ქვეყანა თქვით, ხო? თუ არ მეშლება, სადაც მუშაობს ეს, ანუ თქვენი ასე ვთქვათ, სისტემაც ანალოგია ევროპულის, თუ არის კიდე დარჩენილი რაღაც, რაც საჭიროა, რომ დაიხვეწოს და ბოლომდე მივიდეს? პრინციპები რაც არის, ეს საერთაშორისო პრინციპები არის და ამ პრინციპებით მოქმედებ, დაზღვევის საერთაშორისო პრინციპებია. ჩვენ ესე იგი ევროპასთან ხელშემწყობაც ვალდებულებაც ჰქონდა ასოცირების ხელშეკრულებიდან გამომდინარეც. ევროპაში 100.000 евро არის ზღვარი დაზღვევის ყველასთვის კი. ანუ ყველა ქვეყანაში თუ ინდივიდუალური? ყველა 100.000. ეს არის ერთი სტანდარტი, 100.000 евро არის, ასე ვთქვათ, სადაზღვევო ზღვარი. მაგრამ 100.000 евро ჩვენთვის ამ ეტაპზე არ არის, ასე ვთქვათ, რელევანტური ამის მიღება, თუმცა ნელ-ნელა ნაბიჯ-ნაბიჯ ჩვენ გავზრდით ზღვარს და ნახოთ როგორ იქნება, ალბათ როდესღაც ჩვენთანაც იქნება, თქვათ 100.000 ევროს ეკვივალენტი ლარებში, მაგრამ ნუ ეს ძალიან დიდი ხნის პერსპექტივა არის, ნახოთ როგორ იქნება, როგორ გაიზრდება ჩვენი დანაზოგები. თუმცა 30.000 ლარის არ არის პატარა თანხა, იქიდან გამომდინარე, რომ 98% სრულად არის დაზღვეული. კიდე ამ ციფრების გარშემო ვარ, იმიტომ რომ აი მართლა მე მეგონა რომ რატომღაც რომ იურიდიული პირების უფრო დიდი იქნებოდა, ვიდრე აღმოჩნდა რომ ფიზიკური პირები ძალიან კარგი, ესე იგი ადამიანებს აქვს დანაზოგი და აქვს დაუშვათ ხელფასები და ასე შემდეგ. ევროპული სტანდარტები კიდევ რა შეიძლება? ანუ კიდე გარდა იმისა ზღვარი, აი მართვის სისტემა თვითონ ევროპული სტანდარტით ხდება? დაახლოებით, რა თქმა უნდა, რაღაც გარკვეული ქართული სპეციფიკები გათვალისწინებული არის აქ ჩვენ საკმაოდ იქიდან გამომდინარე რომ პატარა მანდატი გვაქვს თვითონ სააგენტოც არ არის დიდი. ევროპაში სხვადასხვა მანდატები აქვს, შეიძლება ესე იგი მანამდე ხდებოდეს ჩარევა სანამ ლიკვიდაციაზე წავა ბანკი, თქვათ და მანამდე ერეოდეს და ცდილობდეს. მანამდე აქ ეროვნული ბანკი მანამდე აქ ჩვენთან ეროვნული ბანკი შეიძლება რომ დავუშვათ თქვენც ჩაერთოთ ამ პროცესში. თვითონ მართვაში არ ამგონია. ნუ შეიძლება იქ რაღაც გარკვეული ფუნქციები, რომ ჩვენი ფონდით მივიღოთ მონაწილეობა იმ ფონდის დაფინანსებაში, აი ასეთი საკითხები, თორე ისე რომ თქვათ რეზოლუციის ფუნქციები გქონდეს ჩვენ, ეს არ განიხილება. აი მაგალითად ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში არის რომ რეზოლუციის ფუნქციაც აქვს, მაგალითად დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს. ნუ სააგენტო შეიძლება არ ერქვას კორპორაცია ან ასე შემდეგ, მაგრამ ნუ იგივე ტიპის დაწესებულებას.
გასაგებია. და ან ლიკვიდაციის პროცესში იღებდეს მონაწილეობას. ჩვენ ლიკვიდაციის პროცესში არ ვიღებთ მონაწილეობას მაგალითად. ჩვენ მხოლოდ თანხების ანაზღაურებას ვახდით. და აი ამ ყოველთვის საბოლოოდ რომ მივიდეთ დაუშვათ ამ სტანდარტებამდე, რა არის საჭირო ამისთვის? ანუ ჩვენი კანონმდებლობის კიდევ უფრო დახვეწა და რესურსები თუ უბრალოდ ჯერ არ არის მზად სისტემა ამისთვის? მზად სისტემა არა, ეს გააჩნია თვითონ როგორ არის მოწყობილი. ჩვენ შეიძლება საერთოდ არ მივდიოდეთ აქეთკენ, ხო? ანუ შეიძლება ჩვენ გქონდეს გადაწყვეტილება მიღებული, რომ ჩვენი მანდატი საერთოდ არ გაფართოვდეს და იყოს ეს ასეთი სისტემით იმუშაოს, ეს მაინდა-მაინც რომ რაღაც მანდატი გაფართოვდეს, ეს არსად არ არის ჩადებული ასე ვთქვათ. თუმცა ამას საკითხზე ვფიქრობთ და კანონმდებლობას რაც შეეხება სრულყოფილია თუ საჭიროა ამას გარკვეული ცვლილებები? თუნდაც ამ მანდატის გაფართოება სჭირდება კანონის ცვლილებები? მანდატი გაფართოვდა, რა თქმა უნდა, ცვლილება დაჭირდება, მაგრამ იმ კუთხით რა მანდატიც ახლა გვაქვს, შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ სრულყოფილი არის კანონმდებლობა. კარგი, და 2025 წლის გეგმები. ანუ რა არის, ანუ როგორც აღმოჩნდა 2004 წლის ანგარიშს რო გადავხედე, საკმაოდ წარმატებული წელი იყო. შევეხებით 2004-საც კი, ნუ პირველი რაც იყო, ხა ყველაზე მნიშვნელოვანი ეს იყო ზღვის გაზდა 30000 ლარამდე, რაც აღნიშნეთ უკვე. მეორე საკითხი იყო, რომ მეორე ესეთი აღსანიშნავი მოვლენა ჩვენს სააგენტოს ისტორიაში იყო, რომ პირველად ჩავატარეთ საკმაოდ დიდი კონფერენცია, საერთაშორისო კონფერენცია და 30 ქვეყანაზე მეტი ქვეყანა იღებდა, 30-ზე მეტი ქვეყანა იღებდა მონაწილეობას, 80-ზე მეტი დელეგატი იყო, ასევე იყო IMF-ის წარმომადგენელი, იყო EBRD-ის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ ამ კონფერენციას. კონფერენციის თემა იყო ზუსტად დეპოზიტების დაზღვევა და სარეზოლუციო დეპოზიტების დაზღვევის როლი, თქვათ, რეზოლუციის პროცესში ეს ზოგადად პოპულარული თემა არის დღეს სხვა ქვეყნებშიც მუშაობენ ამ საკითხებზე და საკმაოდ კარგი გამოხმაურება ჰქონდა ამ კუთხით. ძალიან წარმატებულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ წარმატებულად ჩავატარეთ ეს კონფერენცია. ჩვენ ვართ საერთაშორისო ორგანიზაციების წევრებიც, ვინც ამ კუთხით მუშაობს, ეს არის პირველ რიგში აღნიშნავდი IADI, ეს არის მძღვეელთა საერთაშორისო ასოციაცია, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით მოქმედებს და თითქმის ყველა ასე ვთქვათ დეპოზიტების დაზღვევის სისტემა არის აი ამ საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი. ამ საერთაშორისო ორგანიზაციის ეგიდით ჩატარდა, რა თქმა უნდა, ეს კონფერენციაც და კიდევ ერთხელ აღნიშნავ, რომ საკმაოდ წარმატებული და კარგი გამოხმაურება ჰქონდა. რაც შეეხება 2025 წლის გეგმებს? 2025 წლის მე როგორც გითხარით, ყოველ შემთხვევაში ზღვის გაზდასთან დაკავშირებით სიახლეები არ გვექნება. გავაგრძელებთ ასე ვთქვათ მუშაობას იმ კუთხით, რა კუთხითაც ეხლა გვაქვს პრიორიტეტები დასახული, მოახდენთ რა თქმა უნდა ინვესტირებას, ასევე ვთქვათ გვინდა რაღაც პროგრამასთან დაკავშირებული უფრო დავხვეწოთ ჩვენ პროგრამას გვაქვს, პროგრამული უზრუნველყოფის საკითხები გვაქვს ეხლა დღეს ეს იქში რომ უფრო ვთქვათ ვითარდება რა თქმა უნდა ეს დინამიურად და ჩვენც და რამდენი ადამიანი მუშაობს სააგენტოში? ჩვენთან სააგენტოში სულ ვართ შტატით 5 ადამიანი. ანუ 5 ადამიანი მართავს 300 მილიონს? საინტერესოა. გავაგზავნოთ. კი, ეს კონცეფცია ესეთი ავიჩეთ, რომ მცირე რესურსებით ეფექტიანი ფუნქციონირება იყო. პირველ როცა ჩამოყალიბდა ეს სააგენტო, აი ეს იყო მიდგომა, რომ ეს ყოფილა. პატარა სააგენტოა საკმაოდ, მაგრამ დიდი მიზნებით კი და საკმაოდ ეფექტიანადაც უმკლავდებით მე მგონი ამ ბიზნესს. დიდი მადლობა. წარმატებებს გისურვებთ. დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს ხელმძღვანელი ლევან თოდუა იყო დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი. მე მომავალ ხუთშაბათამდე გემშთაბებით. მომავალ ხუთშაბათს ამ სტუდიაში სხვა თემით და სხვა სტუმრით დავბრუნდები. მადლობა. მადლობა.